როგორ მიხვდება ადამიანი, რომ ღვთის სულის სიბრძნე მიიღო, ანუ ღვთის სული შემოვიდა, მაშინ საღვთო მადლი შემოვიდა და ამ მადლით შემოვიდა სიბრძნე. ანუ თავისი სიმართლით კი აღარ აფასებს სამყაროს და თავისი გონება მიხვედრილობით, არამედ ღვთის სიბრძნით, ანუ როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს. ადამიანს ხო შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე მაქვს გონება ქრისტესი. ადამიანში რო ეშმაკი შედის. მისი ერთ-ერთი გამოვლინება იცით რა არის? ადამიანს ექნება ილუზია, რომ ქრისტეს დარის სიმართლე აქვს, ქრისტეს დარის სიბრძნე აქვს, ქრისტეს გამოგზავნილია, თავად ქრისტია ეგეთებიც ყოფილა, ანუ ქრისტეს ენაცვლება. ეს არის ანტიქრისტეს სულია ეს. ხო და შეიძლება ჩვენშიც იყოს, ხო მეგონოს, რომ აი ეს ღვთის სიბრძნეა, აი ეს სწორია, ეს ამას ღმერთი მოიწონებს, გესმის? ხო შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს და ამ კითხვას სვავს, როგორ მიხვდება ადამიანი, რომ ღვთის სულის სიბრძნე მიიღო. და ეს თავისი სიბრძნე არ გონია ღვთის სიბრძნე. პასუხი იმ სიბრძნით, რომელიც მის შინაგანს და გრძნობებს თავდაბლობის ჩვევებში განსწავლავს. ხედავთ? ისევ თავდაბლობა. ანუ როგორ მივხვდე, რომ ის რაც მე მაქვს ღმერთისგან არის, როცა თავდაბლობაში განისწავლებ. თავდაბლობაში. და თან ნახე როგორ ამბობს თავდაბლობის გრძნობების და თავდაბლობის ჩვევებიც, ანუ შიგნითაც უნდა გრძნობდე ამ დაბალ ცნობიერად უნდა ხედავდე სამყაროს. და აიძულებდე კიდევაც თავს, რომ ჩვევებში კონდეს.